მოგესალმებით მეგობრებო, საღამო მშვიდობის. დღეს ცოტა გვიან მომივიდა ვიდეოს ჩაწერა, რადგან ვიყავი ჩემებთან ვიყავით მე და სუსო გასულები. იმიტომ რომ ხო ამას მე ვიტყვი. ჯერ პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოგიხადო აქედანაც ია, ძალიან დიდი მადლობა. აი რას ნიშნავს ყავის კლუბის ყავის მოყვარულთა კლუბის სოლიდარობა. მოკლედ ყავისთვის, მოდით ასე ვთქვათ, ყავა მაჩუქა და დიდი მადლობა. ვიყავი ბარონში და მე მგონი ამდენი ყავა ცხოვრებაში არ მიყიდია. ხო და ეხლა მაქვს კარგი მარაგი მაქვს. ამ ბოლო ხანებში რა ვიცი, სოსოც მეწილება ხოლმე, მეუბნება რომ ესა მეც გამიკეთეო ყავაო და ეხლა სოსოს არ მინდა იმ დოზით გავუკეთო ხოლმე, როგორც მე მივეთმე, იმიტომ რომ მე ცოტა ისეთი მაგარი ყავის დალევა მიყვარს ხოლმე და ნაკლები შაქარით. არა, ნაკლები შაქარი სოსოსაც მოსწონს, იმიტომ რომ არ უყვარს ძალიან ტკბილი. ხო და ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო კარგო, ძალიან გამახარე. ხო, რას ვამბობდი, დღეს ჩემთან გავედი, მარტო ისე კი არა, რომ უბრალოდ მარტო ვანდა მენახა, როგორც თქვი წინა ვიდეოში, ვიცოდი, რომ ნიკაც უნდა მოსულიყო და ლიუ უნდა მოეყვანა. მოკლედ, დიდი ხანია უკვე ნიკაც არ მყავს ნანახი, ბავშვიც არ მყავს ნანახი და ისე გამიხარდა, ისე ვისიამოვნე და აი ხო არის რომ რაღაცა ემოციურად რომ დაიხარჯები და აი რაღაცნაირად ისე რომ ხარ თან ცოტა ვინერვიულე კიდევაც ვინერვიულე იმაზე რომ ნიკა მიავადმყოფა, მაღალი სიცხეები ქონდა, 40-ები ქონდა სიცხე, ყელი აქვს საერთოდ ბავშვობიდან ძალიან ისეთი სუსტი გლანდები რა, მოკლედ სულ ჩირკდებოდა ხოლმე. ეხლა ოპერაცია მე კი გამიკეთეს ბავშვობაში 5 წლის რომ ვიყავი და მოკლედ არაფერი არ შეიცვალა. ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივად როგორც ყელი მიცივდებოდა, ისე მიცივდებოდა მერეც და არაფერი, აზრი არ ქონდა რა მოკლედ ოპერაციას და ეს რომ მახსოვს, მე როგორც ვიცით, ჩვენი მეზობელი ექიმი იყო რა, არის ძალიან კაი ის ძველ მისამართზე რა თქმა უნდა. და იმისგან ვიცი რომ საჭიროა ეს ორგანოები, გლანდები და იმაშება, ფილტრია რა მოკლედ და სასურველია რომ შეინარჩუნო. მოკლედ არის იოგის ვარჯიშები იქ რაღაცა რომ ეს გლანდების მოკლედ დიდ პრობლემებთან არის საერთოდ ზოგადად ეს გლანდები თუ ჩირკდება მით უმეტეს შეიძლება გულის ასე ვთქვათ რევმატული დაავადება განვითარდეს თუ სწორედ მახსოვს, არ ვიცი ახლა მე მაგაში ახლა თავდასე ვერ ვარკვევი, მაგრამ ზოგადად სასურველია რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემა და ძალიან შველოდა ნიკას ეს ფლემოქსინი, ეს მგონი ფრანგული ტაბლეტებია ესეთი, ანტიბიოტიკი ზედა გზების, ყელის კონკრეტულად და ეგ ძალიან კარგად შველოდა, 2-3 დღე დალევდა ხოლმე და უქრებოდა, ის უშუშდებოდა და უჭირდა. მოკლედ ახლა არ ვიცი, თავისთავად ახლა ჩემთან რო აღარ ცხოვრობს და მე აღარ იმაშვები, ხო, წამლების იმას, თვითონ თავისი იმითი, რატომღაც ამ დროს ანტიბიოტიკს ვავს, სხვადასხვა მეთოდებით უკლავდება რა, მოკლედ და დაახლოებით წარმოიდგინეთ ეს ძალიან ესეთი მდგომარეობაში ეს ყელი 4 დღეო თუ რა თქვა 4 დღეშიო 7 კილოგრამი დავიკელიო წონაშიო, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ჭამდა საკვებს. მოკლედ ძალიან ახლა დედა ხო იცით ახლა დედისთვის როგორი ის არის ხო, ეხლაც რაღაცნაირად ესეთი შინაგანი ისა მაქვს რაღაცნაირი ფორიაკის მომენტი და ასასიამოვნოა ხო თავისთავად ახლა. ეხლა ცოტა ხნის უკან ყავა დავლიე და რატომღაც ვიფიქრე მეთქი კიდე ხო არ დარჩეთქაში. ხო და ღელა არის ხო ნერვიულობა, სხვა კიდე არის რაღაცა პრობლემები და უფრო მეტად ახლა აი ჩემ თავზე კიდე უფრო მეტად უბრაზდები რომ
ბრაზდები გეგონება მე ახლა რაღაცა ისეთი ძლევამოსილი ვიყო და რაღაცა უფრო მეტი შემეძლოს, მაგრამ ესე დროს ისეთი სურვილები მიჩნდება ხოლმე, რომ უფრო მეტი შევძლო, უფრო მეტი გავაკეთო არასაკუთარი თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა მე და სოსოსთვის ასევე როგორ ჩიდაუდგე რა ხო და შესაბამისად ახლა რომ ავატყობებს ადამიანი ვერც იმუშავებს თან ძალიან დასუსტებულია მოკლედ ლილუც ისეთი გამხდარია ნუ ნიკაც რაღაცა ძალიან ისე ნუ არ ვიცი აი დედები გამიგებთ რა მოკლედ მაგრამ ისეთი სეზემოვნო იყო რა მათი ნახვა ძალიან გამიხარდა თავისთავად ხო ნუ არის ძალიან ბევრი საფიქრალი ანუ ისეთი რაღაცა ხდება ხოლმე რომ აი ჩემი საფიქრალი ჩემი რაღაცა შამინდელი პრობლემები ხო რაღაცა სადაც ეს უკანა პლანზე გადაინაცვლებს ხოლმე საერთოდ აღარ მახსენდება სული რო გიჩნდება რომ პირველ რიგში დაეხმარო შენიანს რაღაცა ეს ყოველთვის მქონდა ეს მომენტი და რა ვიცი მოკლედ დროში რისი გაკეთება შემიძლია რომ რაღაცა სასწაული მოვახდინო მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადო რაღაცებს და ნუ არ ვიცი რა იქნება როგორ იქნება ღმერთის სწავლობით მაქვს მოლოდინი რომ იქნება ყველაფერი ხო და ნუ აი ესე რა მე ხოვანდას რახან დასვენების დღე გქონდა დღეს თავისთავად უნდა გამოეძინა ხა მაინც მძიმე სამსახურია თან რომ მახსენდება ეს გამოვიწყდა კიდე გამეთიშა ინტერნეტი თან რომ მახსენდება დღეს ვეუბნებოდი ვანდას მეთქი აი გაფიცებ მეთქი არ არის რთული ის რომ აი ისმენის ბოლოს რომ ხდება ფულის დათვლა სალაროში და აღემატება ხელფას 1.5-ჯერ ანუ 1.5 ანუ როგორ ვთქვათ ხო რა 1.5-ჯერ მეტჯერ აღემატება ხელფას და რაღაცნაირად აი უსამართლობის განცდის მომენტიც არის რომ თელთვის მანძილზე აი ესე სრული ამ სიტყვის მშრომით პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე ვირივით რო შრომობ მართლა უნდა გავთიშო როგორ გავთიშო ახლა პირდაპირ ჩაწერის დროს ახლა რომ მე მგონი გავთიშე და მოკლედ რომც არ იფიქრო ეს ქვეცნობიერი მაინც თავისას აკეთებს რომ ძალიან ძნელია რა ეს უსამართლობის განცდა რომ აი მთელი თვე წარმოიდგინეთ მუშრომობ ადამიანი რაღაცა და იმ ერთი დღის თან მარტო ერთი დღის არა ნახევარი დღის ასე ვთქვათ ის თანხაც არ გიგროვდება ხელფასად რა არ ვიცი როდის დავაგდება ჩვენ ქვეყანაში ეს მდგომარეობა როდის ალბათ უფრო ვფიქრობ თვითონ თანამშრომლებმაც უნდა თავი დაიფასონ მაგრამ ზოგს ისე უჭირს აი როგორც მე ხარ რომ გამიჭირდა იმიტომ დავიწყე ხო მან მუშაობა მაგრამ მე რომ გადავახარისხე პრიორიტეტები კი მივხვდი რომ ის რაღაცა რომ მომხდარიყო სერიოზული მე ის ხელფასი კი არა არაფერში არ მეყოფოდა და პირიქით ვალებს დავიდებდი მოკლედ რა ნუ უფრო ალბათ ხალხმა უნდა რაღაცნაირად გამოხატოს ასეთი ის ხო ნუ იქ კიდე რაღაცა სოფლთან დაკავშირებული რაღაცა პატარა ისინი იყო პრობლემები იმიტომ რომ სამემკვიდრეო ისა გვაქვს ანუ სოფელში დასავლეთში სამტრედიის რაიონში მოკლედ მამა რო გარდაიცვალა მამის სახელზე იყო რა ანუ ასე ვთქვათ შთამომავლობით ხო გადმოეცემათ ეს საფკარი და მოკლედ მამა რო გარდაიცვალა რაღაცნაირად ისე მოხდა რომ დედა არ ჩასულა იქ და არ მოუგვარებია რა მოკლედ ეს ქაღალდების საქმე ესე რომ ვთქვათ და რაღაცა ის იყო აღწერასავით რაღაცა დაწყებული ცოტა კი არა კარგად ინერვიულა დედაჩემმა იმიტომ რომ იქ რაღაცა უცნაური რაღაცა საერთოდ ისეთი სასწაული გვარი იყო რაღაცა ის მოყანილი რაღაც ვითომ და ჩვენ მასე იყო
მიწერილი თუ ნუ მოკლედ რაღაცა აბსურდულად აი რაღაცა არარეალური და მგონი როგორც ახლა მე გადავხედე იმის რაც იუსტიციიდან მომდა მგონი ყველაფერი რიგზეა რა უბრალოდ ახლა ანუ ისე გამოდის რომ ფაქტიურად ეხლა გავიფორმეთ რა ეს არის სამემკვიდრეო ანუ ბაბუა ჩემის წინაპრები რამდენი თაობა არ ვიცი მოკლედ იქიდან არიან და ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენ გვეკუთვნის ოჯახს რა 3000 კვადრატულია დაახლოებით ბაბუამ ააშენა რომელიც წლები იყო არ მახსოვს მე პატარა ვიყავი მაშინ სახლი ააშენა და ძველი სახლი რაც იყო ძველი რა ის ხის სახლი ის მე დედამ მოახერხა და ნუ ხელოსნები რაღაცა დაიქირავა და მოკლედ რაც გამოდგა მასალად იმისგან ააშენეს აი დასავლეთში გეცოდინებათ ეს გვერდზე სამზარეულოს რო აშენებენ და მოკლედ და ცოტა არ იყოს რაღაცები არ მომეწონა რაც გავიგე ახლა იქ იმიტომ რომ მოკლედ კარის მეზობელი ფაქტიურად ნუ ახლა დაკეტილია სახლი დიდი ხანია ახლა არ ჩავსულართ რატომ ახლა აგიხსნით იმიტომ რომ ჯერ არ არის იმის საშუალება რომ ვიმგზავროთ ანუ ვიმგზავროთ როგორი რა გაგებით იცი ახლა ჩადიხარ იქ ხო თავისთავად რაღაცა უნდა გააკეთო ისე ჩახვიდე და ათვალიერო ესე ხო არ არის იქ საქმეა გასაკეთებელი მოკლედ ბევრი რაღაცებია გასაკეთებელი და ну ძირითადად ფინანსებზეა რა თანშორია გზაძა ну საკმაოდ ძვირია ახლა მატარებლითაც კი ძვირია ну თუ გაიჭირებ ალბათ რაღაცა იქ მგონი თუ სწორედ მახსოვს არ ვიცით ალბათ მითხარით რაღაცა ელექტრიჩკაო თუ რაღაცა ესეთი რო ქვია მგონი შედარებით იაფი იჭდება რა ვიცი თუ არის კიდე არ ვიცი კარგი ხანია მე არ მიმგზავრია მატარებლით აი ეს ახალი მატარებლები ორსართულიანი მატარებლები რაც არის კი იცით ფასი რა ჯდება და მოკლედ როცა ჩადიხარ და ესეთ ფასი ხდი ბილეთში უნდა გიღებდეს ჩასვლა რომ იქ რაღაცა მაინც გააკეთო ხო უბრალოდ ჩახვიდე ჩამოხვიდე ფაქტობრივად გადაყრილია ხო ეს ძნელია როცა შორს არის რა ეს ნაკვეთი ქვია თუ მოკლედ სოფელი და იქ ვიღაცები სარგებლობენ ჩვენი ეზოთი და არა მარტო ეზოთი აი ასე ვთქვათ სამზარეულოთ აშენებულ იმაში მეზობელმა გააკეთა ბოსელი მეგობრებო როგორ მოგწონთ დაუკითხავად არც უთქვამს დედასთვის არც დაურეკია რომ აი ვთქვათ შეიძლება არ შეიძლება ну არ ვიცი აი თან როგორი მომენტია იცით ახლა ისეთი მეზობელია რომ ახლა ჩხუბიც აი ხო ხვდებით რომ არც გინდა ჩხუბი მაგრამ აი ესეთი თავხედური საქციელი ცოტა არ იყოს არ ვიცი მე მაგალითად ძალიან მაბრაზებს ხოლმე მე მაგალითად ეგეთ რაღაცას ვერავის ვერ ვაკადრებდი და არ გავაკეთებდი წარმოიდგინეთ ახლა თქვენი მეზობელი რომ თქვენ სახლში შემოვიდეს და ისე მოიქცეს როგორც საკუთარ სახლში და თან ნუ არ ვიცი რა აი მითხარით გეხვეწებით მითხარით რომელს მოგეწონებოდათ ესეთი რამე როცა გეკითხება ადამიანი და ვთქვათ ახლა თქვენ არ ჩადიხართ იქ და რაც ვთქვათ ისარგებლოს ხო რომ შეეკითხები ადამიანს თავისთავად ახლა შეიძლება კი არა ეს როცა გეკითხება უფრო კეთილგანწყობილი ხდები და შეიძლება კი არა დართავნებას მაგრამ აი ესე დაუკითხავად ფიქრობ ძალიან ეს არის რა უხეში ის არის რა ფაქტიურად უფრო აი რაღაცა ქურდობასავით არის ქურდობასავით ხო ესეა მოკლედ ეხლა შევწვი კარტოფილი და ესა და ჭირს არ ვიცი მეგობრებო რაღაცა ეტყობა ეს რეგულირება რაღაც ვერ აქვს თავის მოტორზე რო ეტყვია და რო დავაყენებ და დაბალზეა ხო გონია რომ აი ცეცხლი უნდა იყოს რაღაც დონეზე ხო მე იწყებს თვითონ უმატებს და წარმარა უნდა კონტროლი და ცოტა ხანი გავედი რაღაცა შიშხილი მესმის ძალიან და ეს მივედი და ხედავ მთელი მაზია რა გაზი
და მიიბრაცა რა მოკლედ არ მიყვარს ხოლმე რომ მიიბრაწავს ზედმეტად კარტოფილი. მე და არა მაქვს, რა ვიცი, დილას მივივთი წიწიბურა ცოტა და იმის მერე უკმა არ ჩამიდია პირში, რა ვიცი, ვერ შევჭამე. ვერაფერი. ხო და ესე მეგობრებო, ესეთი ამბებია ჩვენთან. სხვა რა ძალიან ცხელოდა დღეს, აი ძალიან ცხელოდა. ესე იგი რომ ვაცილებდით მე და სოსო მიკას და ლიუს აი აქედან ხო წავედით სახლიდან ფუტკები ჩვეულებრივად კურტკებით ხო და აი ჩვეულებრივად აი ესე როგორც ვარ ახლა ესე რომ ჩავედით და ვაცილებდით ხო კარგად კაი გზა გავიარეთ რა და აი გეფიცებით აი ამის შიგნით არაფერი ანუ ფაქტიურად მაისურვიც არ მაწვია რა მოკლედ და დამცხა ისე დამცხა რომ აი არ ვიცი რა ესე თუ გაგრძელდა ზაფხულში რა იქნება მე არ ვიცი არ ვიცი რამდენი არ ვიცი ვთქვი მოკლედ სოსო თქვა ესე თქვა ნიკამო თუ ნიკამ თქვა სოსო რომ ესე ტემპერატურა ზაფხული ძალიან ცხელი იქნება თუ შენ ნახე ინტერნეტში რა ყველაზე ცხელი ზაფხული იქნებაო ნიკამ გითხრა თუ შენ ნახე ინტერნეტში ისე ნუ მოკლედ რაღაცა ესე გავიგე რომ ძალიან ცხელი ზაფხული იქნებაო არ ვიცი იყოს კაცო ცხელი ზაფხული უბრალოდ ხო მარტია უკვე ცხელი მართალია ხო და სიცხეები კიდე წვიმებსაც მოიტანს, ნუ არ ვიცი რა. ღმერთმაგდანს მშვიდობა იყოს და იმ სიცხესაც აიტანს ადამიანი და იმ გაჭირვებასაც და ყველაფერს რაც მსოფლიოში ხდება, მე არ ვიცი რა. ეხლა მაგალითად სირიის ამბები, მადლობა გაფი რა იყო ესე, ჩემზე გაიზმორა და ბჭყალები ჩამასვა იმას ფეხზე ესე და ისე გაიზმორა. ხო და ესე მეგობრებო ეხლა უკვე თითქმის უკვე მეძინება 9-ს უკლია ეხლა რაღაცა წუთები არ ვიცი სწორი დრო საკუთახავ ხო 9-ს უკლია 20 წუთი და სადღაც ესე 10-ზე უკვე მეძინება ხოლმე თან იცით როგორ მეძინება აი ფეხზე რო ძლივს ვდგევა რა ესე მეძინება ანუ რეჟიმი გამოვასწორეთ კარგია ეს უკვე წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია და მოკლედ რაღაცებს გავაკეთებ რა. ხო, იმ რაღაცასთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ ხვალ გაჩვენებთ და მინდა თან პროცესიც გადავიღო. ცოტა გავიხსენო ეს ძველ არხზე როგორც წვალობდი და როგორც ხლაფორტობდი, იქნებ თქვენთვისაც ცოტა ვიხლაფორტო და ასე ვთქვათ საკმაოდ ისეთ არ ვიცი ახლა ჩემი მობილური რამდენად მომცემს ამის საშუალებას მაღალ ხარისხს ალბათ დავუკლებ რომ ტევადობა გაიზარდოს ალბათ ესე მოიქცევ იმიტომ რომ კამერა რომელიც მქონდა მე ახლა ვლოგის კამერას რო ეძახიან რა კარგი კამერა მქონდა მოკლედ Panasonic-ის იყო ეს პატარა კამერა რო იწეროდა და მეორე იყო Canon-ი და ვახერხებდი იმას მეხსიერების ბარათი ქონდა, ნუ მოკლედ ძირფასი სიამოვნება, აი რო გავიჭირდა მაშინ გავყიდე რა მოკლედ და ის ახერხებდა უნკლავდებოდა მაგას, იმიტომ რომ აი საათობით რო ჩამეწერა რაღაცა ვთქვათ მატერიალი როგორც ქვია მე აჩქარებას ხო ვაკეთებდი ან დაჭრას რაღაცას ნუ მოკლედ რომ ძალიან ესეთი დამღლელი არ ყოფილიყო რა ვიდეოს ყურება და საათებიან ვიდეოს ვამცირებდი ხოლმე ყველაზე ცოტა იყო 5 წუთიანი, იყო კიდე 10 წუთიანი და არ ვიცი ცოტა დიდი ვიდეო გამოდიოდა 15 წუთიანი წარმოიდგინეთ და ეს რამხელა შრომა იყო იცით იქ ჩადებული თან იყო ესეთი მომენტებიც როცა ვთქვათ რაღაცას როცა აკეთებ ხო სჭირდება ანუ ვთქვათ გაშრობა უნდა იქ რაღაცა მოკლედ მთელი ეტაპები აი
შრომა და წვალება. საერთოდ აი ესეთი არხები ძალიან დასაფასებელია ჩემი აზრით, როცა რაღაცას ისეც აკეთებენ, ну, ვისაც ესმის, რა თქმა უნდა, რასაც ვთქვათ, იქ ვთქვათ დრო ჭირდება, იქ რაღაცა უნდა გაშრეს, უნდა მე რაღაცა ფენა დაედოს, მოკლედ რა, მთელი ისინია ხო ეტაპები, ეს ერთ დღეში და ერთ საათში არ ხდება და ამიტომ რამხელა შრომაა ჩადებული, ფიქრობ ამას უნდა აფასებდეს მაყურებელი, მაგრამ არ ვიცი. ადამიანია და ბუნება, ვის რა მოსწონს, ვის რა. ხო და მე რომ ზუსტად მაგას რომ დავუკვირდი და ამდენს წვალობდი და ну კი ეხლა ნახვები ქონდა, ეხლა 15,000 ნახვაც ქონია და რაღაცა, მაგრამ 15,000 იმ პლატფორმაზე, ანუ რუსულენოვან პლატფორმაზე იყო აი არაფერი ფაქტიურად, იმიტომ რომ რუსულენოვანი მსოფლიოში ძალიან ბევრია და წესით უნდა აქონოდა სულ მცირე 100,000 მაინც ნახვა და ან გავარდნილიყო უცბად ვთქვათ ნახვებზე ავარდნილიყო აი მილიონამდე და რაღაც. ну არის ხანდახან იბაგება თუ ვირუსდება თუ როგორ ქვია, გავარდება ხოლმე და ამდენ ნახვებსაც აგროვებს ხანდახან ვიდეო. ლოგები არა, რა თქმა უნდა, ლოგები ისეთი თემაა რა, ცნობილი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, აუდიტორიანი იუთუბერებიც კი, როცა ბლოგის არხს ცალკე ხსნიან, აი ეს თავისი რო იტყვიან, ეძახიან რუსულად основной канал რა, ანუ იმ ძირითად არხს რო ყავს ვთქვათ 5 მილიონი გამომწერი და უფრო მეტიც, ხო? ვლოგის არხს ყავს ხოლმე აი კუსნაბიჯებით მიდის და ну აი 100,000-ზე თუ ავიდა რაღაც სასწაული მოხდება რა. აი ესე მიუხედავად იმისა, რომ წარმოიდგინეთ ის იმ არხს რამხელა ის ყავს ხო აუდიტორია. იმიტომ რომ ეს ყოველდღიური ცხოვრება უფრო სხვა ის არის რა, ანუ სხვა აუდიტორიისთვის არის და ну მეც ვუყურებ ხოლმე რა თქმა უნდა. ну ქართველებს ახლა ყოველდღიურად ისე ხშირად მართლა ვერ ვუყურებ. ხდება გარეთ. ხო და ესე მეგობრებო. კარგით, აბა სხვა ახალი მეტი არაფერი მაქვს მოსაყოლი. დღეს ანუ დღეს იყო შესატანი კრედიტი. და ვერ შევიტანე. ხო და ну რა ვიცი, არ უღილავ ძალიან დიდად. რაც იქნება ეხლა ის ყოველ გადაცილებულ დღეზე რაღაცა თანხა ემატება და ეგ არის რა, უბრალოდ მე ვთქვათ 260 ლარის ნაცვლად მექნება გადასახდელი ვთქვათ რამოდენიმე დღეში უფრო მეტი. და ეგ არის. ხო. კარგით, აბა დროებით დაგემშვიდობებით და ხვალ მოლოდინი მაქვს რომ დილის საათებიდან მოვალ და ჩავწერ ვიდეოს. კარგით, აბა გაკოცეთ. ყველას წარმატებას გისურვებთ და ხვალამდე.